წყენებისაგან განთავისუფლება. წყენებისაგან განთავისუფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგომარეობაა ჩვენს ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც წყენებს ვიტოვებთ გულში, ეს გვაზიანებს ენერგეტიკულად. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ერთ-ერთ საინტერესო პრაქტიკას წყენებისაგან განთავისუფლებისათვის. პირველ რიგში საჭიროა, რომ გქონდეთ სურვილი და მზაობა, რომ გაუშვათ წყენებით ქვენგან ძალიან შორს და დავთმოთ გულის სითბოსა და სიყვარულს. მოდუნდით. უმჯობესია თუ დახუჭავთ თვალებს. ჩაისუნთქეთ ღრმად და ამოისუნთქეთ ნელა. შვიდად გაიმეორეთ ეს პროცესი სამჯერ. ჩაისუნთქეთ ღრმად და ამოისუნთქეთ ნელა. ახლა კი წარმოიდგინეთ ის ადამიანი, ვის მიმართაც გაქვთ წყენა. გავგზავნეთ მას სიყვარული. უთხარით, რომ გიყვართ და უგზავნეთ სიყვარულს. შესაძლოა ამიტომზე არ გრძნობდეთ სიყვარულს მის მიმართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გავგზავნეთ სიყვარული. შეგიძლიათ მიმართოთ სახელით და უთხრათ, მიყვარხარ. სურვილის შემთხვევაში ეს შეგიძლიათ თქვათ ხმამაღლა ან გულში. უთხარით, მიყვარხარ, გიგზავნის სიყვარულს. ახლა კი მიუტევეთ მას ყველა ის წყენა, რაც გაქვთ გულში. უთხარით მას, გვპატიობ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ის წყენები, რაც გაქვთ და ამის პარალელურად უთხრათ, გვპატიობ. 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 და ბოლოს გამოხატეთ მადლიერება მის მიმართ. ყველაფერი იმისათვის, რაც მიიღეთ მისგან. მადლობას გიხდი ყველაფრისათვის. მე ვარ მადლიერი. ასევე მადლიერება გამოხატეთ საკუთარი თავის მიმართ. და მადლიერება გამოხატეთ სამყაროს მიმართ. ახლა კი ისევ ჩაისუნთქეთ ღრმად და ამოისუნთქეთ. დააკვირდით თქვენ შეგრძნებებსა და თქვენს გულს. შეგიძლიათ